200 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იარსებებდა ტელევიზია, 150 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ადამიანი გაფრინდებოდა კოსმოსში, 100 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იარსებებდა ინტერნეტი. სულ რაღაც 2-3 ათეული წლის წინ ეს ჰიპოთეზა სრულ სიგიჟეთ ჩაითვლებოდა. მაგრამ დღეს ამ თემაზე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ლაპარაკობენ. მაშ არსებობს თუ არა ჩვენი სამყაროს ვირტუალურობის რაიმე დასტური? ამის გასარკვევად პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, როგორ მუშაობს ვირტუალური რეალობა ვიდეო თამაშებში. რას ამბობს მეცნიერება ამის შესახებ? მეცნიერების პროგნოზით 50-100 წელიწადში კომპიუტერების შესაძლებლობები მილიონჯერ გაიზრდება. მოთამაშეები აღფრთოვანებულები იქნებიან, რადგან ერთ დღეს ჩვენ შევძლებთ ისეთი რეალისტური ვირტუალური სამყაროების შექმნას, რომ მათ მაცხოვრებლებს ექნებათ ცნობიერება, მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ იმის გამოცნობას, რომ სიმულაციაში ცხოვრობენ. მაშ რატომ გგონია, რომ ჩვენ თვითონაც არ ვართ თამაშის პერსონაჟები? თეორია, რომ ჩვენი რეალობა მხოლოდ ილუზიაა, მრავალი ფენტეზი ფილმის სიუჟეტად იქცა, მაგრამ არსებობს თუ არა ამის რაიმე რეალური მტკიცებულება? პირველად ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ კაცობრიობა სიმულაციაში ცხოვრობს, ამერიკელმა ფიზიკოსმა ჯონ არჩიბალდ უილერმა 1989 წელს წამოაყენა. ეს იდეა პოპულარული გახდა მას შემდეგ, როდესაც ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკ ბოსტრომმა თავისი არგუმენტები 2003 წელს ჩამოაყალიბა. მან ივარაუდა, რომ თუ მომავალში ჩვენ შევქმნით ჰიპერრეალისტურ სათამაშო სამყაროებს და მათ პერსონაჟებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გონიერებას მივცემთ, მაშინ დიდი ალბათობით ჩვენ თვითონ ვცხოვრობთ ჩვენზე გაცილებით განვითარებული რასის მიერ შექმნილ სიმულაციაში. ამ იდეით ილინ მასკიც დაინტერესდა. მისი აზრით, მილიარდში მხოლოდ ერთი შანსია, რომ ჩვენი რეალობა ვირტუალური სიმულაცია არ იყოს. მეწარმე 99.99 ით დარწმუნებულია, რომ ჩვენ მატრიცაში ვცხოვრობთ. დასტურად მას მოჰყავს ის ფაქტი, რომ კაცობრიობამ საოცარ ტექნოლოგიურ პროგრესს სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულში მიაღწია. 1970-იან წლებში გვქონდა პონგი, 2 მართკუთხედი და 1 წერტილი. ასე გამოიყურებოდა თამაშები იმ დროს. დღეს ჩვენ გვაქვს ფოტორეალისტური ტრიც სიმულაციები, რომლებსაც ერთდროულად თამაშობენ მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში. თუ ვივარაუდებთ, რომ ვიდეო თამაშები იგივე გზით განაგრძობენ განვითარებას, მაშინ ადრე თუ გვიან ისინი რეალობისგან განურჩეველი გახდებიან. შანსი იმისა, რომ ჩვენ საბაზისო რეალობაში ვცხოვრობთ, მილიარდში ერთია, ამბობს ილონ მასკი, ტესლა მოტორსისა და SpaceX-ის დამფუძნებელი. როგორ მუშაობს ვირტუალური რეალობა ვიდეო თამაშებში? თამაშ GTA San Andreasში გადაადგილებისას ვხედავთ, თუ როგორ მიმდინარეობს ქალაქის ცხოვრება ჩვენს გარშემო. სინამდვილეში მანქანები და ფეხით მოსიარულეები მხოლოდ იმ ქუჩებში ჩნდებიან, სადაც მოთამაშე ამჟამად მდებარეობს. დანარჩენი ლოკაციები ამ დროს გამარტივებულია, ან საერთოდ არ იტვირთება. ყველა თამაში ამ პრინციპზე მუშაობს, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ თქვენი კომპიუტერი არ გადახურდეს გადატვირთვისგან. გამოდის, რომ ვირტუალური რეალობა მხოლოდ იქ არსებობს, სადაც ჩვენი მზერაა მიმართული და დამკვირვებელი თამაშის სამყაროზე მხოლოდ მისი ყოფნის ფაქტით ახდენს გავლენას. რას ამბობს მეცნიერება ამის შესახებ? დამკვირვებლის ეფექტით თამაშების ნორმაა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მსგავსი ფენომენი ფიზიკოსებმაც შენიშნეს. თომას იანგისა და მისი მიმდევრების მიერ ჩატარებული ორმაგი ჭრილის ექსპერიმენტის შედეგებმა მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა და მეცნიერებისა და რეალობის შესახებ ჩვენი წარმოდგენა თავდაყირა დააყენა. აღმოჩნდა, რომ კვანტური ობიექტები, ყველაზე პატარა ნაწილაკები, რომლებიც ჩვენს გარშემო ყველაფერს ქმნიან, იცვლიან თავიანთ ქცევას, როდესაც მათ დაკვირვებას ვიწყებთ. მათ შეუძლიათ შეცვალონ მოძრაობის მიმართულება ჩვენს შეუმჩნევლად, ერთდროულად იყვნენ სხვადასხვა ადგილას, ტელეპორტირება და მოლაპარაკება ჰქონდეთ ერთმანეთთან. ექსპერიმენტში ეს აისახა კედელზე არსებულ ნახატზე. პირველ სურათზე მეცნიერი არ აკვირდებოდა ნაწილაკების ქცევას, მაგრამ მეორეში მან მათი მოძრაობების დაკვირვება დაიწყო. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? იქნებ მულტისამყაროში ვცხოვრობთ. ან იქნებ სამყარო მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა მას ვხედავთ. ან იქნებ ჩვენ ნამდვილად გმირები ვართ ვიღაცის ვიდეო თამაშში. ჯერჯერობით მეცნიერება გაუგებრობაშია, მეცნიერებს არც ამ ვარაუდების დადასტურება და არც უარყოფა არ შეუძლიათ. როგორც ნობელის პრემიის ლაურეატმა და კვანტური მექანიკის მამამ, ნილს ბორმა თქვა, ყველაფერი, რასაც ჩვენ რეალურად ვუწოდებთ, შედგება ისეთი რაღაცეებისგან, რომელთა რეალურად ჩათვლა არ შეიძლება. თუ კვანტურმა მექანიკამ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაგაოცათ, ესე იგი, თქვენ ის კარგად არ გესმით.
სისტემის გაუმართავობა ნებისმიერი თამაში არასრულყოფილია, ამიტომ სანამ მეცნიერები ეძებენ თეორიის სამეცნიერო მტკიცებულებებს, თავად ადამიანები ამოწმებენ ჩვენს სამყაროს შეცდომებს. პროგრამის ერთ-ერთ ხარვეზად ბევრი დეჟავუს მიიჩნევს, განცდას, რომ უკვე ყოფილხარ ამ ადგილას და იცოდი, რა მოხდებოდა შემდეგ. ეს twinისთვის-ებაა. ან ვინმემ ჩვენი პერსონაჟი წარსულში დააბრუნა და დონე ხელახლა ითამაშა. ადამიანები ხშირად ამჩნევენ შეცდომებს რეალურ ცხოვრებაში. ან მდებარეობა არ იტვირთება, ან მატრიცა ითიშება, ან ტექსტურებში რაღაცეები იჭედება. ვინ გვაკონტროლებს? თუ ვიდეო თამაშში ვცხოვრობთ, მაშინ ვინ აკონტროლებს ჩვენს ქმედებებსა და ემოციებს? ზუსტი პასუხი ჯერ არ არსებობს, მაგრამ სამეცნიერო თვალსაზრისით შეუძლებელი არაფერია იმაში, რომ სამყარო რეალობის სამგანზომილებიანი პროექციაა და ჩვენი აზრები და გრძნობები სუპერკომპიუტერის რთული მათემატიკური გამოთვლების შედეგია. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, გაუზიარე მეგობრებს. ასევე შეგიძლია გამოიწერო ჩვენი არხი, რათა არ გამოტოვო ახალი ვიდეოების გამოსვლა.